სტამბოლი. ვოდის გიხდით დამაგვიანდა. სად იყავით, ქალბატონო მუჟდე? ბატონო ბორა, კლიენტებთან მქონდა შეხვედრა. დიდხანს ვისაუბრეთ. რამდენიმე საათში ჩემს მაგიდაზე დასრულებული სამუშაო იდოს. რამე მოხდა? არ ვიცი. მოხდა? რა უნდა მომხდარიყო ამანაც ამითვალწუნა? არა ნორმალური. სტამბოლი. ანუ თვითონ დაწერე? აბა ამაშიც ფული გადაგვეხადა? ჩემო ძირფასო, როგორ მიბრალები? მუშაობას როდის ამთავრებ? გამოგივლი. ალბათ 2 საათში გამოვალ. რუია? ძალიან კარგი. მომეცით ქალბატონი იასმინ. შესანიშნავია მეგობრებო, მაგრამ ეს პიცები რას ნიშნავს? ღამე ოფისში მოგვიწევს დარჩენა. დილისთვის მზად იქნება, არა? რა თქმა უნდა. ბატონი ბორა მოვიდა, მერე დაგირეკა. ეს კონვერტი შენ და ჩემს მაგიდაზე. დიახ. ესე იგი მართლა თხოვდები. დიახ. და ეს ქორწილის მოსაწვევია. ეგ არაფერს არ ნიშნავს. ყოფილა შემთხვევები, რომ ქორწილის წინ მოსაწვევები დაუხევიათ, ასე რომ? რას გულისხმობ? არაფერს, დაივიწყე. ზოგჯერ 1000 სისულელე მომდის თავში. როგორც ხედავ, მე ჯერ ისე უცოლო ვარ. ბედნიერებას გისურვებ. გმადლობთ. აუცილებლად მოვალ ქორწილში. გამიხარდება. სტამბოლი. ეს ფერი იქნება ზოლად. სხვა ალტერნატივაც გვაქვს. შეხედეთ. იქნებ შავი ფერი ვცადოთ. შავი? ხო. მაგრამ კლიენტს არ უთქვამს. კლიენტები ამაში როდიდან ერკვევიან? არ გვაინტერესებს მათ რა უნდათ. ჩვენი ამოცანაა იმაში დავარწმუნოთ, რაც შევთავაზეთ. ასე არაა? ახლავე გავაკეთებ. ალფაის გუნდი ოფისში რჩება, დანარჩენები მიდიხართ. დილის 8 საათზე შევხვდებით. 8-ზე? ჯობია აქ დარჩეთ. ისე ვათენებთ რა საშინელებაა, ისევ თავიდან ვიწყებთ. კიდევ აქ ხარ? უკვე გვიანია. წამოდი მე წაგიყვან. ჯერ არ დამემთავრებია. წამოდი სახლში დაამთავრებ. წავედით. სტამბოლი. დაგეძინა თუ მუშაობ? მედია პროექტს ვათვალიერებ. ნონერველობ ღამით დავამთავრებთ. შენთან წავიდეთ თუ ჩემთან? ჩემთან ჯობია, უფრო ახლოსაა. შეყურებულებს ხელს ნუ შეუშლი მუჟდე. შენ სახლში წადით. ბატონო ბორა ერთად არ ცხოვრობენ. ჩვენი სასიძო ცალკე ბინაში ბრძანდება. ეს როგორ? ჯერჯერობით მეხმეთი ნაკირავე ბინაში მარტო ცხოვრობს. იასემინი ქორწილის მერე გადავა მასთან. საქმროსთან ერთად არ ცხოვრობ? არა. რატომ? ტრადიციებს იცავენ. ქორწილამდე ერთ სახლში ვერ იცხოვრებენ. რა საინტერესოა. სტამბოლი. როგორ მეძინება? დაწექი ცოტა დაიძინე. არა, მერე ვეღარ ვდგები. ასე გვიან ვინ არის? ჩემო ძირფასო. მეჰმედ. არანორმალური ხარ. ასე დროს რისთვის მოხვედი? ჩემს საყვარელ სასულეშია და მერე დამაძინებს. სიურპრიზი. მუჟდე. თუ ერთად იყავით, რატომ არ მითხარით? პიცა არ გვეყოფა? გვეყოფა. წავალ თებშებს მოვიტან. რა მოხდა გაგიკვირდა აქ რომ ნახებ? აქ რას აკეთებ? საკმარისია მუჟდე. რაც მოხდა, მოხდა. ნუ არ იქცევი ასე.
აბა, დასხედით. ძალიან მშია. საყვარელო, დაიღალი არა? მედი გახსენი. გავსინჯეთ. ვანი. სტამბოლი. საკმარისია დღეს მეყოფა. მე დავამთავრებ. რა სისულელის ამბობ, ცოტა დარჩა. დანარჩენს ოფისში დავამთავრებ, მივდივარ. მოიცადე ტაქსის გამოვიძახე. არ არის საჭირო, ტაქსის გაჩერებაზე გავალ. ნახვამდის მეხმედ. რა უცნაური გოგოა. გამიშვი, საქმეს დავამთავრებ. სამოდი, არ დავიძინოთ. რა თქმა უნდა, არა. წავიდეთ, ხო? ნუ სულელობ. იასემინი სერიოზულად გეუბნები. როგორ არ გესმის, ვერ ვითმენ. საყვარელო, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. სულ ცოტა დარჩა ქორწილამდე. ისედაც ვქორწინდებით. ხო და ეს კარგია. ვერ მოიცდი? ბოლოს და ბოლოს, მე ჩემი ბრალე. თითქმის 2 წელი ერთმანეთს ხვდებით. ხო მithmendi. ცოტაც მოიცადე. ვეღარ ვითმენ. მეჰმედ, ხო. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. მე რა, შენ დაყოფნა მინდა. დანასახლავე. გთხოვ. ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ხომ იცი? ყველაფერი აგიხსენი. 10 დღე ვერ მოიცდი? კარგი. როგორც გინდა. გასაგებია. არ მინდა. მეჰმედ. გთხოვ, ასე ნოიქცევი. ნუ მაწყენინებ. გგონია მე არ მინდა რომ შენი გავხდე. თუ გინდა რა გვიშლის ხელს? ურთიერთგაგება. საყვარელო, მეც გამიგე. 10 დღე დარჩა. კარგი. ასე იყოს, 10 დღე დარჩა. კარგი, მაშინ მე წავალ. შენი მუშავე. ხვალ შეხვდებით. კარგი. ეს და გავიწყდა.